როგორც ხედავთ, ბათუმის ბულვარში პიერ ბათუმის დემონტაჟი გრძელდება. ეს არის კომერციული სივრცე ბულვარში, სადაც მაღაზიები იყო გახსნილი, ასევე კაფეები და რამდენიმე შენობა. აქ თავის დროზეც უკანონო დაშენდა, ასევე პირსი, რომელიც აშენდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. ეხლა ჩვენ შევეცდებით, რომ განმარტებები მივიღოთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელისგან, არჩილ კონცელიძისგან, თუ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა მუნიციპალურმა ინსპექციამ ის, რომ წლების განმავლობაში მათი პასუხები იყო, რომ ჩვენ დავაჯარიმეთ და მეტი უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს, ვიქცევით კანონის შესაბამისად, თუმცა ამჯერად მოახერხა მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომ დემონტაჟი დაიწყო. ბატონო არჩილ, ბათუმელების ლაივში რომ გააკეთოთ განმარტებები თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რა სამართლებრივ პროცედურასთან გვაქვს საქმე და როგორ მოხერხდა ის, რომ მთელი 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ჩვენ ჯერ მერიისგან, მერე თქვენგან გვქონდა პასუხები, რომ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა აღსრულებამდე საქმე ვერ მიდიოდა. როგორ მივიდა ამჯერად აღსრულებამდე საქმე? აღსრულებაში საქმე არის 2014 წლიდან, როცა აღსრულების პოლიციამ გადაწყვიტა და ჩანიშნა თარიღი კონკრეტული შენობა ნაგებობის დემონტაჟზე და მოქცევა ჩვენ ოფიციალურად დახმარებაზე მუშახელითა და ტექნიკით ჩვენ მოახდინეთ დახმარება. შესაბამისად, აქამდე რატო ვერ მოხდა ჩანიშნა, მაგე უნდა მიმართოთ აღსრულების პოლიციას. ანუ მთელი ამ წლების განმავლობაში აღსრულება ვერ ახერხებდა, რომ ჩაენიშნა თარიღი. მე როგორც ვიცი, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობდა, ვერ ახერხებდა თუ შესაბამისი პროცედურები შედახევს მაგასთან დაკავშირებით მიმართეთ აღსრულებას. ანუ სასამართლო დავა იყო ამ საქმესთან დაკავშირებით? აღსრულების პოლიციას იგივე ეკითხა. დიდი მადლობა. ეს არის არჩილ კონცელიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, რომელიც აცხადებს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად 10 წელია, დაახლოებით 10 წელია, შეიძლება ზუსტად არ მახსოვდეს, მაგრამ უნდა იყოს 10 წელი გასული, მას შემდეგ რაც აქ პიერ ბათუმი მოეწყო და დაიწყო ფუნქციონირება. მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი კითხვა გაჩნდა აი ამ ნაგებობებთან დაკავშირებით, ასევე პირსთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო დააშენა პიერ ბათუმმა, თუმცა მუდმივად იყო პასუხი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან, შემდეგ მუნიციპალური ინსპექციისგან, რომ მიმდინარეობს პროცედურები და ფაქტობრივად შედეგი არ დადგა, აგრძელებდა პიერ ბათუმი ჩვეულებრივად მუშაობას. აქ არის პიერ ბათუმის წარმომადგენელი, მე მინდა რომ მასაც გავესაუბრო, გავიგო მისი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით. ეხლა პოლიცია ცდილობს, რომ გაწმინდოს აქ პერიმეტრი, ახლოს რომ არ იმოძრავონ მოქალაქეებმა და აღსრულების სამსახურმა, ასევე მუნიციპალურმა ინსპექციამ უპრობლემოდ გააგრძელოს მუშაობა. აი როგორც ხედავთ, შემოსაზღვრულია უკვე ტერიტორია და მუნიციპალური ინსპექცია აგრძელებს მუშაობას. ჯერჯერობით მიმდინარეობს შენობების დაცლის სამუშაოები. მე მინდა რომ ვიპოვო პიერ ბათუმის წარმომადგენელი, გავიგოთ მისი პოზიციათ ამასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოусმინეთ მას, სადაც ის ესაუბრებოდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს და აცხადებდა, რომ ის არ იყო გაფრთხილებული დემონტაჟთან დაკავშირებით, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს მუნიციპალური ინსპექცია და ამბობს, რომ რამდენიმეჯერ გააფრთხილეს პიერ ბათუმი იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყებოდა დემონტაჟი და შენობები უნდა გაეთავისუფლებინა. უკაცრავად, თქვენ პიერ ბათუმის წარმომადგენელი ხართ? ბათუმელების ლაივში რომ ისაუბროთ შეიძლება? თქვენ არა, პიერ ბათუმის წარმომადგენელი. აჰა, თქვენ საკრებულოს წევრები ვართ? თქვენ აპროტესტებთ ამ პროცესს?
დიახ, რა თქმა უნდა, როდესაც ქალაქში მიმდინარეობს უკანონო მშენებლობების პიკია, ესე ვიტყოდი ქალაქში. გოგოლის ქუჩაზე ჩინური კვარტალი შენდება და ხელმძღვანელი მეუბნება სიამაყით, რომ 53 ჯარიმა დაუწევთ. კი, 53 ჯარიმა დაუწევთ, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი რა არის? როდის დაიწყება იმის დემონტაჟი? როდესაც ბულვარში ამბასადორს აშენებენ, აი შეგვიძლია ვნახოთ, ეხლაც მიმდინარეობს მშენებლობა და კი ვიცით ამბასადორის მშენებლობას რეებიც მოყვა ბათუმელებს, როგორ აწუხებდა ეს საკითხი, როგორ გამოვედი, მაგრამ ხელისუფლებას არ ესმის იმის ნაცვლად, რომ რაიმეს დაუჯდეთ, ვილაპარაკოთ, გადავწყვიტეთ, კონსტრუქცია არ მოხდეს, რაღაცა შევცვალოთ, რაც აშენებული აქვს კონდეს ქალაქში, ახალი მოვიფიქროთ რაიმე. იმის ნაცვლად მიმდინარეობს დემონტაჟი, სადაც ხალხი უკმაპური საშოვარზეა გამოსული, ელემენტარული ყოველდღიური ფული უნდა მიიტანონ, რათა ოჯახში შეინარჩუნონ ის პირობები, რაც ანუ თქვენ საუბრობთ არაერთგვაროვან მიდგომაზე თუ იმაზე საუბრობთ, რომ თუ არის ქალაქში რაიმე უკანონო დაშენებული მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირება არ უნდა კონდეს? ეხლა მეუბნებიან, რომ ეს არის 10 წელი თუ რაღაც 10 წელი ეს უკანონო მშენებლობა. ფაქტობრივად მუდმივად იყო კითხვები, რატომ ვერ ახერხებდა მთელი ამ დროის განმავლობაში ინსპექცია? თუ შენ არ გაწუხებდა და შენ იმიტომ გაწუხებს, რომ რაღაცა საკუთარ ამომრჩეველს, ამ შემთხვევაში საკუთარ მხარდამჭერს დაადგმევინო, იმიტომ რომ კარგად ვიცით როგორ არის გარიგებული ჩიქოვანი, რიჟვაძე და ბულვარში დაურიგა ტერიტორიები თავის მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს. ესეთი სამართალი ქვეყანაში არ შეიძლება. თუ რაღაცას ვაპროტესტებს და უკანონო მშენებლობაა, მივესალმებით ამის დემონტაჟი, მაგრამ როდესაც ქალაქში ჩინურ კვარტალს გიშენებენ, სადაც ჩამოსულია ჩინელი კრიმინალები, ხო? მე მგონი სამარცხვინოა დღესდღეობით ეს გადაწყვეტილება, რაც აქ ხორციელდება. დაუჯდეთ ვილაპარაკოთ, სად არის ჩიქოვანი, გამოვიდეს იმ კაბინეტიდან და დაელაპარაკოს ხალხს, დაგველაპარაკოს, არც კი გვიშვებს კაბინეტთან, კი იცით როგორი კორდონი ხვდება ყოველ მისვლაზე და საერთოდ ეს ხელისუფლება რეალობასაა მოწყვეტილი, არც კი იცის ხალხს როგორ უჭირს, როგორ რთულია ამ პანდემიის პირობებში მუშაობა რაღაც ელემენტარული საშოვარზე გამოხვიდე, რომ უკმაპური მიიტანოს ხალხში და დღეს ბათუმის წყლის დირექტორი თავის თანამშრომლებით, მერის სხვა სამსახურების თანამშრომლები მოსულები არიან აქ და დემონტაჟში იღებენ მონაწილეობას, როდესაც შემოერთებულ ტერიტორიებს არც სანიაღვრე არხი აქვს, არც კანალიზაციაა მოწყობილი, უბრალოდ სირცხვილია ბათუმის წყლის დირექტორი, როდესაც გეტყვის, რომ ქალაქში სხვა პრობლემა არაო და ჩემი თანამშრომელს ეცალა და აქ მოვიყვანეთო, მე მგონი ცოტა არ იყოს პრობლემები. ბატონო ალექსანდრე, პარალელურად მინდა გამოიკვეთოს თქვენი დამოკიდებულება უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ეს პირ ბათუმი არის უკანონოდ აშენებული, ასევე არის პირსი უკანონოდ აშენებული ყოველგვარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. მართალია 10 წელი გავიდა და მუდმივად იყო კითხვები, ჩვენ გქონდა მუდმივად კითხვები, რატომ ვერ ახერხებდნენ უკანონო მშენებლობის აღკვეთას და ბევრ ნაწილში, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ვერ ახერხებს ინსპექცია, რომ დაიწყოს დემონტაჟი. უკანონო მშენებლობები როგორ უნდა გაკონტროლდეს? ამაზე თქვენ საკრებულოს წევრი ხართ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება. პირველ რიგში ყველა საკრებულოს დეპუტატი, მერიის თანამშრომლები, მინდა შევახსენო, ვალდებული ვართ ბათუმელებთან და ჩვენს ხალხთან. ჩვენ უნდა აუხსნათ ამ ხალხს და ხალხის აზრი მივიტანოთ გამოყვა. ჩვენ ვართ დაქირავებულები და ბატონო ალექსანდრე, კითხვაზე მიპასუხეთ შეიძლება. ნაბიჯში უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება ბათუმელ ხალხთან ასოცირებული. მე პირადად ვიცი ხალხს, როდესაც ხვდები, მათ აწუხებს უკანონო მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე, იმიტომ რომ ქალაქში კრიმინალები ჩამოიყვანეს. ბულვარის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა გასაგებია. დაუჯდეთ, ვილაპარაკოთ, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ, საერთო შევაჯამოთ რა კონსტრუქცია, ეს თუ ვერ გაუძლებს რაღაც არის საშიშროება, შევცვალოთ კონსტრუქცია, ბულვარის მოწყობა გვინდა უკეთესად, რაღაც გეგმა შევიმუშაოთ. მოდი, ნუ დავიწყებ რაღაცის დანგრევით, როდესაც ამ ხელისუფლებას არაფერიც კი არ აუშენებია, უბრალოდ სირცხვილია მშენებლობაზე დავიწყოთ, განვითარებაზე დავიწყოთ და არა ადამიანების დავსობაზე, როდესაც უკანონო მშენებლობა გასაგებია, მესმის ეს ყველაფერი დემონტაჟი შექმნებარება, მივიღოთ გადაწყვეტილება, რაღაცა დემონტაჟი აუცილებელი, სხვა გზა არა, დემონტაჟი დაიმკვიდრებაროს, ან იქნებ რაიმე გადავწყვიტოთ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, როგორც ვთქვით, დაუჯდეთ მერიაში ვილაპარაკოთ, ჩიქოვანი მოვიდეს, ხალხს აუხსნას, ამ ადამიანებს რა ბედიელით, ხო? პასუხები ხო უნდა ვიცოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ყველა რეალობას არის მოწყვეტილი, არც კი გადროობენ ჩვენ მოსვლას. ეხლა მინდა არჩილ ჩიქოვანს დაუკავშირდე და
იმედია ტელეფონზე მიპასუხებს და პატივს ინებებს და გამოვა აქ. დიდი მადლობა, ეს იყო ალექსანდრე ვარშალომიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი, რომელიც საუბრობს არაერთგვაროვან მიდგომაზე, როდესაც ვთქვათ, არის ქალაქში მეორე უკანონო მშენებლობა, ბევრი უკანონო მშენებლობა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მალე დადგეს შედეგი, ამ შემთხვევაში მალე არ დამდგარა შედეგი ნამდვილად. 10 წელი გავიდა, რაც პირ ბათუმი აქ ფუნქციონირებს უკანონოდ, თუმცა დღეს დაიწყო მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟი და ამას ასეხსნის ინსპექციის ხელმძღვანელი, რომ ახლა ჩანიშნა ახსრულების ბიურომ თარიღი დემონტაჟის. ფაქტობრივად რამდენად ხსნის ეს განცხადება ამ პროცესს გაუგებარია, ჯერ ისევ რჩება კითხვები, რადგან როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ახსრულების ბიურო აცხადებს, რომ მისი ფუნქცია არის დაიცვას პროცესი. იმ შემთხვევაში თუ ექნება რაიმე წინააღმდეგობას ადგილი, სხვა რესურსი ახსრულების ბიუროს არ აქვს, რომ თავისი ტექნიკით მოვიდეს, დაიწყოს თვითონ დემონტაჟი. დემონტაჟს იწყებს ისევ შემკვეთი, ანუ ერთგვარი შემკვეთი მერია, რომელიც აგზავნის ახსრულების ფურცელს, როგორც ახსრულების ბიურო გვიხსნის ჩვენ ამას და ახსრულებას ევალება, რომ უზრუნველყოს პროცესის დაცვა წინააღმდეგობის გაწევისგან და თქვათ სხვა რაიმე ექსცესებისგან, რაც შეიძლება დაფიქსირდეს მაშინ, როდესაც იწყება დემონტაჟი. მინდა გითხრათ ისიც, რომ როდესაც საუბრობდა ჩვენი წინა რესპონდენტი, მან გააკეთა ასეთი განცხადება, რომ არაერთგვაროვან მიდგომას აქვს მისი აზრით ადგილი. მან დასვა კითხვა გოგოლის ქუჩასთან დაკავშირებით, მაშინ რატომ არ იწყება გოგოლის ქუჩაზე დემონტაჟი, ასეთი იყო მისი კითხვები და ასევე მან თქვა, მის სინქრონში გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, კრიმინალები ჩამოიყვანეს ქალაქში, ასეთი ფრაზა თქვა მან, ცხადია ბათუმელები ასეთ გამონათქვამებს ემიჯნება და ამის შესახებ მინდოდა მე თქვა თქვენთვის, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით. როგორც ხედავთ, პირ ბათუმის დემონტაჟის პროცესი გრძელდება, ზღვის სანაპიროს მხარეს დემონტაჟი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია, ხოლო აქ ამ მხარეს შენობის დაცლის სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა აქ ეს კონსტრუქციები, შემდეგ ამ კონსტრუქციებში გაიხსნა მაღაზიები, რაც ადგილობრივებისთვის იყო ფაქტობრივად მიუღებელი. აქ ამ კონსტრუქციების გამო ბათუმის მერიამ, ასევე ბულვარის ადმინისტრაციამ დაიმსახურა ძალიან ბევრი კრიტიკა, მუდმივად იწერებოდა სოციალურ ქსელში ამის შესახებ. ბულვარში ტანსაცმელი არ უნდა იყიდებოდეს, ასეთ ჩანაწერებს აკეთებდნენ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე მომხმარებლები და ისინი აცხადებდნენ, რომ ბულვარი მათ ახსოვთ განსხვავებული, როგორც მწვანე სივრცე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მსგავსი ობიექტებისგან უნდა ყოფილიყო დაცული. მთელი ამ წლების განმავლობაში მერია საუბრობდა მუდმივად პროცედურებზე, რომ დაჯარიმებულია, რომ გაფრთხილებულია, დაწყებულია სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც ჰქონდა ბევრი კითხვა პირსთან დაკავშირებით, რომელიც აქ პირ ბათუმმა უკანონო დააშენა, თუმცა პასუხი არასდროს არ იყო ამომწურავი და მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ პროცედურები მიდის, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა. აი როგორც ხედავთ, უკვე ტექნიკა არის შემოყვანილი სანაპიროს მხრიდან და დემონტაჟის სამუშაოები დაწყებულია. ახსრულებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვან მიდგომაზე ბათუმში ხშირად საუბრობენ, ხშირად არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში ხერხდება დემონტაჟი, რა შემთხვევაში ახერხებს უკანონო მშენებლობის შეჩერებას ინსპექცია და რა შემთხვევაში ვერ ახერხებს. ამასთან დაკავშირებით მუდმივად არის კითხვები.
თუ ერთ შემთხვევაში რეაგირება არის სწრაფი, სხვა შემთხვევაში რატომ ხდება ისე, რომ წლები გადის, ვიდრე დემონტაჟი დაიწყება. ეს როგორც არის შეფასებები ხშირად, ეს ერთგვარი წამახალისებელიც კია. რაც შეეხება ჯარიმებს, რაზეც ხშირად აპელირებს ასევე მერია, ასევე მუნიციპალური ინსპექცია, უნდა ითქვას ისიც, რომ მუდმივად იყოს საუბარი, რომ ჯარიმები არის იმდენად მცირე, ფაქტობრივად შრომის კოდექსის ამუშავების შემდეგ გაორმაგდა, მაგრამ მაინც მცირეა ჯარიმები, ეს ჯარიმები ინვესტორს, რომელიც იწყებს მსგავსი კონსტრუქციების მშენებლობას, არ აშინებს ფაქტობრივად ეს ჯარიმები. შრომის კოდექსის უკაცრავად სამშენებლო კოდექსის ამუშავებამდე 3000 ლარი იყო პირველი ჯარიმა, შემდეგ ორმაგდებოდა, შემდეგ იყო გაფრთხილება, თუმცა ეს პროცესი იწელებოდა ფაქტობრივად წლების განმავლობაში, შედეგი კი არ დგებოდა. შრომის კოდექსმა, უკაცრავად სამშენებლო კოდექსმა გაორმაგა ეს ჯარიმები. პირველი ჯარიმა ეხლა არის 6000 ლარი, თუმცა შედეგი მაინც არ დგება. თქვენ ახლა ხედავთ ასევე კადრში პირს, რომელიც ეკუთვნის პიერ ბათუმს და არის უკანონო დაშენებული. ჩვენ არ ვიცით დაიწყება თუ არა პირსის დემონტაჟი. არც იმაზე გვაქვს ინფორმაცია, მოახერხა თუ არა პიერ ბათუმმა, რომ ეს პირსი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. საუბარი ეხება იმას, რომ კანონმდებლობა უშვებს უკვე აშენებული შენობის დაკანონების შესაძლებლობასაც, თუ ის ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სტანდარტებში ჩაჯდება. აი ასეთი ვითარება არის ბათუმის ბულვარში, პიერ ბათუმის სივრცეში, დემონტაჟი გრძელდება. აქ არის მუნიციპალური ინსპექცია, ასევე აღსრულების ბიურო. სავარაუდოდ დემონტაჟი დღეს უნდა დასრულდეს. პროცესი გრძელდება. ჩვენ დაგემშვიდობებით დროებით და ახალი ამბით პიერ ბათუმთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, დასრულდება თუ არა დღეს დემონტაჟი, ასევე რას აპირებს მუნიციპალური ინსპექცია პირსთან დაკავშირებით, ამ ამბებით ჩვენ ბათუმელები ჯიზე ისევ ჩავთავთ ლაივს.